როგორღაც ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ უფრო გაგიჟდა. პუტინის ბელარუსელი მარიონეტი უკვე ლაპარაკობს თავისი ძალების მობილიზებაზე და ომისთვის მზადებაზე, მაგრამ ახლა ბირთვული იარაღიც ჩაერთო საქმეში. ლუკაშენკო და პუტინი თანამშრომლობენ, რომ ნატოს მეზობლად რაღაც ბნელი მოიტანონ. ეს არის რუსეთი, ბელარუსი და ბირთვული იარაღი, რა შეიძლება არასწორად წავიდეს. როგორც ჩანს, ბევრი რამ, მაგრამ ჯერ წვრთნებს განვიხილავთ. 18 მაისს გამოცემა პოლიტიკომ და სხვა მრავალმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნები დაიცვეს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების სავარჯიშოდ. წვრთნები მოულოდნელად დაიწყო, რადგან არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა მსგავსი რამ წინასწარ გამოცხადებული ბოლო კვირებსა და თვეებში. ერთ დღეს არაფერი იყო დაგეგმილი. მეორე დღეს კი ბელარუსი რუსეთთან ერთად წვრთნიდა თავის ჯარს, თუ როგორ უნდა გაეშოთ ბირთვული იარაღი დაუდგენელი მტრის წინააღმდეგ. ეს წვრთნები ერთჯერადი არ არის. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები, რომელიც 18 მაისს დაიწყო, რამდენიმე კვირა გაგრძელდება და სავარაუდოდ დროთა განმავლობაში მასშტაბიც გაიზრდება. ოფიციალურ განცხადებაში სამინისტრო გარკვეულწილად ბუნდოვნად საუბრობდა იმაზე, რას გააკეთებდა და აღნიშნა: ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იქნება მზადყოფნის შემოწმება საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მასშტაბით მოუმზადებელი ადგილებიდან. მთავარი ყურადღება დაეთმობა ფარულად მოქმედებების, დიდი მანძილზე გადაადგილების და ძალებისა და საშუალებების გამოყენების გათხრების განხორციელების პრაქტიკას. მაგრამ ბელარუსი ასეთი ზოგადი განცხადებებით ვერავის ატყუებს. ისინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ვარჯიშობენ. და ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია არა მხოლოდ მისი მეზობელი უკრაინისთვის, არამედ რამდენიმე ქვეყნისთვის, რომლებიც ნატოს ქოლგის ქვეშ იმყოფებიან. Sky News დეტალებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში ბელარუსი ჩაატარებს მსგავს წვრთნებს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, ხოლო მათი მთავარი მიზანი სამია. შეამოწმონ სამხედროების მზადყოფნა ბირთვული იარაღის გადაადგილებისთვის, შეამოწმონ მათი მომზადება გამოყენებისთვის და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, შეამოწმონ მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ბირთვული იარაღის განლაგების საიდუმლოების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსი წვრთნებიდან სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავა. როგორც ჩანს, ეს წვრთნები ბელარუსსაც და რუსეთსაც უკეთეს წარმოდგენას მისცემს იმის შესახებ, რამდენად ეფექტურად შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა ბელარუსის ტუსის ტერიტორიაზე დიდი მანძილზე, ასევე რამდენი ჯარისკაცი და რა ტექნიკა იქნება საჭირო ასეთი გადატანების განსახორციელებლად. ბელარუსმა უკვე გამოყო ბევრი ჯარისკაცი წვრთნების პირველი ეტაპისთვის. Sky News იუწყება, რომ წვრთნებში მონაწილეობს 1500 ჯარისკაცი და ისინი გამოიყენებენ დაახლოებით 200 ერთეულ ტექნიკას, მათ შორის ავიაციას. ამ ყველაფერში ერთადერთი სანუგეშო ისაა, რომ რუსეთი ამ ეტაპზე სრულად აკონტროლებს ბელარუსში დაგროვილ ბირთვულ არსენალს. მაგრამ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი წვრთნები შეიძლება ბელარუსს მისცეს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა, სულ მცირე მომავალი დარტყმისთვის მოსამზადებ ეტაპებზე, ებელ ეტაპებზე. თუ აქამდე არ ვიცოდით, ეხლა უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, ლუკაშენკო ჭკუიდან შეიშალა. ერთ დროს პუტინის ლაქია, ბელარუსის დიქტატორი ადრე მაინც შეეძლო ეთქვა, რომ თავისი ხალხის ინტერესებს იცავდა. მართალია ითხოვებოდა, მაგრამ მაინც შეეძლო ამის თქმა. მაგრამ ახლა ლუკაშენკომ ფაქტობრივად პუტინს გადააბარა ქვეყნის მართვის სადავეები. მისცა უფლება ბელარუსის სულად მარიონეტულ სახელმწიფო დექცია, სამხედრო თვალსაზრისითაც და ბირთვული იარაღის გაშვების პლაცდარმადაც. მაგრამ რატომ ახლა? რა გახდა მიზეზი, რომ რუსეთმა და ბელარუსმა ბირთვული მუქარა ასე გააქტიურეს, როგორც აქამდე არასდროს გვინახავს? პასუხი შეიძლება იმაში იყოს, რაც უკრაინამ გააკეთა და რამაც პუტინი სერიოზულად შეაშინა. ეს მოულოდნელი ერთობლივი წვრთნა, როგორც ჩანს, მაქსიმალურად სწრაფად მოაწყვეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა განახორციელა მოსკოვსა და მის მიმდებარე რეგიონებზე. რუსეთმა განაცხადა, რომ იმ თავდასხმას 3 სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. მაგრამ უკრაინისთვის ეს ყველაფერი იყო იმის დამტკიცება, რომ მას აქვს საჰაერო ძალა და შეეძლო მოსკოვში და მის გარშემო რაც შეიძლება მეტი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაენადგურებინა. იმ შაბათ-კვირის ბოლოსთვის, როცა თავდასხმები მიმდინარეობდა, უკრაინამ დაახლოებით 1300 დრონი გაუშვა და რამდენჯერმე გაარღვია მოსკოვის გარშემო არსებული რუსეთის საჰათის საჰაერო თავდაცვა. დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ქარხნები, რომლებიც რუსულ რაკეტებში გამოყენებული ელექტრონიკისა და მიკროჩიპების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის საცავი სოლჟენიჩნოგორსკში. უკრაინამ თავდასხმების დროს რამდენიმე დრონი გამოიყენა. მათ შორის იყო Firepoint-ის მიერ დამზადებული FP-1 დრონი, რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი. ასევე RS-1 BARS, რომელიც არის რეაქტიული დრონი და განკუთვნილია 100 კილომეტრის დაშორებით სამიზნეების დასარტყმელად. The Guardian ასევე იუწყება, რომ უკრაინამ გამოიყენა დრონი, რომელიც აქამდე საჯაროდ არ იყო გამჟღავნებული და მას BARS SM Gladiator ჰქვია. ეს დრონი ნიშნავს F-18-ს, რაც პუტინს ყველაზე მეტად აშინებს. უკრაინა ომის შორს მოქმედი დათმების მიმართულებით ძლიერდება. მოსკოვში ხანძრის დროს პუტინმა და მისმა გარემოცვამ გააცნობიერეს, რომ რუსეთში აღარ არსებობს ნამდვილად უსაფრთხო ადგილები. უკრაინა ძალიან ძლიერია. მისი შორმანძილზე მოქმედი იარაღი არა მხოლოდ მოსკოვს წვდება, არამედ შეუძლია გადალახოს ის მჭიდრო საჰაერო თავდაცვა, რომელიც რუსეთმა ამ რეგიონში განათავსა. პუტინისთვის ეს ნიშნავს, რომ უკრაინა აღარ არის ქვეყანა, რომლის შეკავებაც მას შეუძლია. ბელარუსში ერთობლივი წვრთნები ამ დარტყმების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო. პუტინი ლუკაშენკოს გამოყენებით ცდილობს უკრაინას მიანიშნოს, რომ მზად არის ესკალაციისთვის. მაგრამ ეს მაინც შეიძლება იყოს მუქარა. ბოლოს და ბოლოს არ არის ისე, თითქოს რუსეთმა მხოლოდ ახლა დაიწყო ბირთვული იარაღით მუქარა.
ბირთვული განადგურების შესახებ ნახევრად დაფარული მუქარები რუსეთის უკრაინაში შეჭრის მთავარი ნიშანი იყო. თუმცა ეს მუქარები ყოველთვის აღიქმებოდა როგორც დაშინების ტაქტიკა და არა როგორც რეალური საფრთხე. ეს შეხედულება გამართლდა 40 წელზე მეტი ბრძოლის განმავლობაში და არც ერთი ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ გამოუყენებიათ. თუმცა ჩვენ ასევე ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი როგორც ჩანს ემზადება იმისთვის, რომ მომავალში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. 2024 წლის ნოემბერში კრემლმა გამოაცხადა, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ დეკრეტს, რომელმაც შეცვალა რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ამ დეკრეტით რამდენიმე ცვლილება შევიდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რუსეთს შეეძლო პირველი გამოყენების პოლიტიკა მიეღო, თუ იგრძნობდა, რომ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის რუსეთის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს უკრაინის მიერ მის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველა თავდასხმა, რათა ამ შეცვლილი ბირთვული პოლიტიკის ფარგლებში ბირთვული დარტყმა გაამართლოს. შეიძლება მოსკოვზე თავდასხმა იმდენად დიდი იყო, რომ რუსეთს პირველად ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ეფიქრა. იმედი არა. ძალიან შესაძლებელია, რომ ბელარუსში ერთობლივი წვრთნები კიდევ ერთი მუქარა იყოს უკრაინის მიერ მოსკოვზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხად. თუმცა ეს მუქარები ახლა უკრაინის ტერიტორიასთან უფრო ახლოს ხდება ვიდრე ოდესმე. ან შეიძლება ეს ბევრად მეტი იყოს. არსებობს ბევრი რამ, რაც ამ ბოლო წვრთნებს უფრო შემაშფოთებელს ხდის ვიდრე სტანდარტული ბირთვული მუქარები, რომლებსაც პუტინი ხშირად აფიქსირებს. საშიში პრეცედენტები ყალიბდება. მარიონეტი პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ კონტროლს გადასცემს თავის მარიონეტების ოსტატს. და რეალობა ისაა, რომ ეს ყველაფერი დიდი ხანია მზადდებოდა და ეს შეიძლება კატასტროფად იქცეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატოსთვისაც. ეს ფაქტორები ყველაფერს ცვლის. სხვათა შორის, ეს არის The Military Show. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოთ. მოდით უფრო დეტალურად დავაკვირდეთ ბელარუსს და მის როლს ამ ყველაფერში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთობლივი წვრთნები ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ მოულოდნელობის ფაქტორით, არამედ იმითაც, რომ ისინი ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ხანგრძლივი იქნება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბელარუსი ამ წვრთნების ჩატარებას აძლევს ნებას. პუტინმა ლუკაშენკოს უთხრა ახტი და ლაქიას ერთადერთი კითხვა აქვს: რამდენად მაღლა? რეალობა ისაა, რომ რუსეთი ამგვარი რაღაცისთვის უკვე კარგა ხანია ემზადება. ეს მაშინაც დავინახეთ, როცა პუტინმა 2025 წლის ბოლოს რუსეთის ორეშნიკის ჰიპერვგერითი რაკეტები ბელარუსში გადაიტანა. რუსეთი ამ განლაგებას არ მალავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენები იყო ორეშნიკის მობილური სარაკეტო სისტემები, რომლებიც ბელარუსის დღეებში განათავსეს, რაც თავისთავად უკრაინისა და ნატოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მესიჯი ნათელი იყო: რუსეთი გადაადგილებს ბირთვული შესაძლებლობის მქონე რაკეტებს, რომლებიც უკრაინის თქმით შესაძლოა მაქსიმუმ Mach 11-ის სიჩქარით გადაადგილდებოდეს. ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალთაგან, რაც აჩვენებს, როგორ მისცა ბელარუსმა რუსეთს უფლება თავისი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა. ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს, რომ ბელარუსი უკრაინაში თავდაპირველი შეჭრისთვის 10,000-ობით რუსი ჯარისკაცის პლაცდარმად იქცა. ბირთვული საკითხების გარდა ბელარუსს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ თავის ტერიტორიაზე აქვს აღჭურვილობა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს შორ-მანძილზე მოქმედი დრონებით დაარტყას მიზნებს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ რუსეთმა ლუკაშენკოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის საწყობები მოაწყო, რაც კიდევ ერთი მომზადებაა და მიანიშნებს, რომ რუსეთს ბელარუსის გამოყენება სუსტ რაღაცისთვის. იქნება ეს კიდევ ერთი სახმელეთო შეჭრა თუ მომავალში უფრო ბოროტი თავდასხმა. ბელარუსი უკვე 4 წელზე მეტია პუტინის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად ითვლება. ბირთვული იარაღი, რომელიც მის ტერიტორიაზეა განთავსებული, კიდევ უფრო აძლიერებს ამ მხარდაჭერას და შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ჯილდო, რომელიც ლუკაშენკოს მისცეს იმისთვის, რომ ასეთი კარგი ლაქია. რუსეთის ბირთვული მუქარა, რომელიც ბელარუსის მეშვეობით წარმოიშვა, ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ვიდრე ამას ბოლო წვრთნები მიუთითებს. უკვე 2023 წლის მაისში რუსეთმა ბელარუსთან გააფორმა შეთანხმება, რომელმაც ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ოფიციალურად დააგანონა. რუსეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის გამო გადაიდგა და ეს მოჰყვა განცხადებას, რომ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდებოდა, რაც პუტინმა წინა მარტში გააკეთა. დიდი დრო არ დასჭირდებოდა, რომ ბირთვული იარაღი ბელარუსში შეეტანათ. პირველი მიწოდება 2023 წლის ივნისში მოხდა, როგორც ლუკაშენკომ დაადასტურა. როგორც ჩანს, ბირთვული იარაღის მასპინძლობის პერსპექტივით აღფრთოვანებული, ლუკაშენკო ამაყობდა, რომ ბელარუსში შემოტანილი ბირთვული ქობინები სამჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ის, რაც აშშ-მ 1945 წელს ნაგასაკისა და ჰიროსიმაზე ჩამოაგდო. თანამედროვე ბირთვული ძალის მასშტაბებთან შედარებით მცირეა, მაგრამ სრულიად საკმარისია უკრაინაში ან ნატოს ტერიტორიაზე განადგურების მოსახდენად. ეს იყო მთელი აზრი, სულ მცირე. 2023 წელს რუსეთი ბელარუსის მეშვეობით გზავნილს აგზავნიდა. ლუკაშენკო თავის ქვეყანას საშუალებას აძლევდა, რომ პლაცდარმად გამოეყენებინათ. თავდაპირველად ეს გულისხმობდა მარშრუტად გამოყენებას, რომლითაც რუსეთს შეეძლო ჯარის გაგზავნა უკრაინაში სწრაფი შეჭრის მიზნით. მაგრამ როდესაც უკრაინა არ დაინგრა ისე, როგორც პუტინს ეგონა, ბელარუსმა უკან დაიხია და აღარ იყო რუსეთის ჯარისკაცებისთვის პირდაპირი გზა უკრაინაში. სავარაუდოდ იმის შიშით, რომ უკრაინა sapasukho დარტყმებს განახორციელებდა. სავარაუდოდ სწორედ ამავე შიშმა მიიყვანა ლუკაშენკოს ზღვარზე, რის გამოც ახლა ის რუსეთს აძლევს უფლებას თავისი ქვეყანა ბირთვულ მარიონეტად გამოიყენოს. დღეს კი უკვე ერთობლივი ბირთვული წვრთნები ტარდება. ლუკაშენკო გზავნილს აგზავნის. თუ ჩვენთან გექნებათ საქმე, ბიძია პუტინი შეიძლება მოგცეს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება. და სწორედ აქ შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად წავიდეს.
მიუხედავად იმისა, რამდენად შემაშფოთებელი იყო რუსეთის ბირთვული მუქარები ამ დრომდე, ყოველთვის არსებობდა გარკვეული ფარული განწყობა, რომ პუტინი სინამდვილეში სერიოზულად არ იყო განწყობილი, რადგან იცოდა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევდა ნატოსა და მის ბირთვული შესაძლებლობების მქონე წევრების დამანგრეულ პელპასხოს. ეხლა იქნება პრეცედენტი. საშიში რუსული ბირთვული იარაღი გადაეცემა მარიონეტულ სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება პუტინის სახელით ან თუნდაც დამოუკიდებლად იმოქმედოს. ამავე დროს კი რუსეთს აძლევს გარკვეულ შესაძლებლობას უარყოს თავისი მონაწილეობა ბელარუსიდან განხორციელებულ დათმაში. ჩვენ უბრალოდ ბირთვული იარაღი მივეცით მათ. შეიძლება განაცხადონ პუტინმა და მისმა გარემოც რომ. არ გვეგონა რომ ლუკაშენკო იმდენად შეშლილი იქნებოდა რომ ისინი გამოეტენებინა. ბელარუსის პრეზიდენტს სულელად იყენებენ, რადგან კრემლი მანიპულირებს მას და აიძულებს კიდევ უფრო მეტი კონტროლი გადასცეს პუტინს. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, მოდით პრეცედენტის საკითხს შევხედოთ. სხვა ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსება არ არის უნიკალური სიტუაცია მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსისთვის. იგივე აკეთებს აშშ-იც, ოღონდ ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრად უფრო სტაბილური მმართველობის სტრუქტურებია ვიდრე ბელარუსში. ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის, ანუ ICAN-ის მიხედვით, აშშ-შომ ბირთვული იარაღი განათავსა კიდევ 5 ქვეყანაში: იტალიაში, ბელგიაში, გერმანიაში, თურქეთსა და ნიდერლანდებში. ვლადიმერ პუტინისთვის არასდროს გამორჩენია ყურადღებიდან ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები ყველა რუსეთზე დარტყმის მანძილზე არიან. აშშ-ში ამტკიცებს, რომ ამ იარაღებზე სრული ოპერაციული კონტროლი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ გაეშვება თუ აშშ-ში არ გასცემს ნებართვას. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე არსებობდა გარკვეული პრეცედენტი იმისთვის, რასაც ეხლა რუსეთი და ბელარუსი აკეთებენ. პუტინი და ლუკაშენკო ამას იყენებენ. თუ ამას აშშ-ში აკეთებს, რადგან შეუძლია რუსეთს. განსხვავება, როგორც უკრაინა აღნიშნავს, ისაა, რომ აშშ-ში თავის ბირთვული იარაღს არ ათავსებს ისეთ ქვეყნებში, სადაც გიჟი ავტორიტარები მართავენ. რუსეთი კი ასე იქცევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, ბელარუსის ნატოს საზღვრებთან ბირთვულ პლაცდარმად გადაქცევით, კრემლი ფაქტობრივად ამართლებს ბირთვული იარაღის გავრცელებას მთელ მსოფლიოში და საშიშ პრეცედენტს ქმნის სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ასეთი ქმედებები უნდა შეხვდეს ერთმნიშვნელოვან და მტკიცე დაგმობას ყველა იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ბირთვული გაუხსელებლობის რეჟიმს პატივს სცემს. სამინისტრომ მოითხოვა მეტი სანქციების დაწესება როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის მიმართ. ასევე უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდა ერთობლივი ბირთვული წვრთნების გამოცხადების შემდეგ. უკრაინა აცხადებს, რომ წითელი ხაზი გადალახულია და საჭიროა რეაგირება, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ რასაც არ უნდა გეგმავდეს ბელარუსის გამოყენებით, შესაბამის პასუხს მიიღებს. ეხლა მთავარი კითხვა ისაა, როგორ უპასუხებს ნატო ამ ყველაფერს. პასუხი უნდა იყოს ის, რომ უკრაინას მისცენ ის, რასაც ითხოვს. ბატონ, იმიტომ რომ ბელარუსში ახლა რაც ხდება, ნატოსთვის ისეთივე საფრთხეა, როგორც უკრაინისთვის. Sky News არნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთსა და ბელარუსს შორის ერთობლივი წვრთნების მასშტაბი და მოცულობა იზრდება. რუსეთი უკვე გარკვეული დროა, რაც ბელარუსის ოზეპოვიჩის რეგიონში ინფრასტრუქტურას აახლებს და საბრძოლო მასალას აგზავნის ბაზებს პაბზე. ეს ყველაფერი 1 ან 2 წლის წინ ლოგიკური იყო. ბელარუსის სამხედრო წვრთნების უმეტესობა ქვეყნის ცენტრში ტარდებოდა, სადაც ეს ბაზაც მდებარეობდა. მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა. ბელარუსში სამხედრო წვრთნები უფრო ხშირად ჩრდილო-დასავლეთით ტარდება, რაც ბევრად უფრო ახლოსაა ნატოს ორ ქვეყნის საზღვართან და ეს კოლექტიური თავდაცვის ალიანსისთვის ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი. ეს ორი ქვეყანა, პოლონეთი და ლიტვა. და ისინი დიდი ეჭვით დააკვირდებიან, რას აკეთებენ რუსეთი და ბელარუსი ერთობლივი ბირთვული წვრთნების დროს. ამ ორ ქვეყანასთან ასევე ლატვიასთან საზღვარზე ნატოს გაძლიერებული მეთვალყურეობა უკვე მოქმედებს, ხოლო ლიტვამ თავისი ძალების ნაწილი მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა. აშკარაა, რომ ნატო შეშფოთებულია. ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე გააკრიტიკეს პუტინი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილებისთვის. ეს დაგმობა უკვე აქტიურად ისმოდა 2023 წელს, როდესაც ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი რუსეთს ბრალსდებდა უპასუხისმგებლო ესკალაციასა და ევროპის უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნაში. მსგავსი შეშფოთებები კვლავ გამოითქვა ერთობლივი წვრთნების გაგრძელებისას, თუმცა ბელარუსი ამას უგულებელყოფს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დაასახელა ბელარუსში მიმდინარე მოვლენები როგორც სერიოზული საფრთხე. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა ამ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დაძაბულობის გამწვავების მცდელობაა. მართალია, რადგან რუსეთი და ბელარუსი ატარებენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის წვრთნებს, რომლებიც უკრაინასა და ნატოს ემუქრება, ეს თითქოს დეესკალაციის ტაქტიკაა. ყველაფერი ეს ისევ გვაბრუნებს იმ კაცთან, რომელიც ამ ყველაფრის ცენტრშია. არა პუტინი, არამედ მისი ლაქია, ლუკაშენკო. News Sky-ის მიხედვით, ლუკაშენკო სრულად არის ჩართული ბირთვულ წვრთნებში, რომლებიც ამჟამად მის ტერიტორიაზე ტარდება. გამოცემის თქმით, ივნისისთვის კიდევ მეტი წვრთნაა დაგეგმილი და როგორც ჩანს, დიდი ალბათობით ეს წვრთნები გაფართოვდება, რათა მეტი თვითმფრინავი ჩაერთოს და განხორციელდეს სიმულაციური გაშვებები. ბელარუსი კვლავ ამტკიცებს, რომ ეს წვრთნები მთლიანად თავდაცვითი ხასიათისაა, მაგრამ ასეთ განცხადებებს სერიოზულად აღქმართულია. ბელარუსს არავინ ესმის თავს და ბელარუსი აგრესორის მხარეს დგას უკრაინის ომში. რაც ლუკაშენკოს სურს თქვას არის ის, რომ პუტინმა უთხრა, ეს ყველაფერი აუცილებელია და სწორედ ეს ხდის ბელარუსის დიქტატორს ასეთ საშიშად. რაც უნდა ქონოდა ხერხემლის მსგავსი თითქოს გაქრა და დარჩა მხოლოდ სიგიჟემდე მისული სურვილი შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც სულ უფრო და უფრო პუტინის ხელში გადადის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებს, რათა ომი აიცილოს.
პოლიტიკური სტრატეგი ტარა ზახაროდნი RBC Ukraine-თან საუბარში ამბობს, რომ ლუკაშენკო ბანდიტია და დიქტატორი, მაგრამ სულელი არ არის. მათგან მისი თქმით, ლუკაშენკო სრულად აცნობიერებს, რომ ნებისმიერი სახის ომის დაწყება, ბირთვული თუ სხვა, უკრაინასთან გაანადგურებს მის ქვეყნის ეკონომიკას და შეასუსტებს მის ძალაუფლებას. ზახაროდნი ვარაუდობს, რომ ის, რასაც ახლა ლუკაშენკოსგან ხედავთ, ომისთვის მზადების იმიტაცია. შესაძლოა ასე იყოს. მაგრამ რუსეთის გავლენის შეღწევა ბელარუსში რეალურია. ნაბიჯ-ნაბიჯ პუტინმა მოახერხა, რომ ლუკაშენკოს გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც თხოვდა. ეს ვნახეთ უკრაინაში თავდაპირველი შეჭრის დროს. ეს კიდევ ერთხელ ნახეთ, როცა რუსეთმა ბირთვული შეთანხმება ისე წარმოაჩინა, თითქოს ბელარუსისთვის იყო სასარგებლო, მაშინ როცა სინამდვილეში ბელარუსი სამიზნედ აქცია და რუსეთს მეტი ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება მისცა. და ამას კიდევ ერთხელ ხედავთ ერთობლივ ბირთვულ წვრთნებში. ეს წვრთნები არ ტარდება, იმიტომ რომ ლუკაშენკოს ასე უნდა. პუტინი გაბრაზებულია იმაზე, რაც უკრაინამ მოსკოვში მოახერხა და ის იყენებს ბელარუსს, რომ გზავნილი გააგზავნოს. აი რატო არის ლუკაშენკო ამჟამად ასეთი საშიში უკრაინისთვის? მისი ძალაუფლება სულ მცირე, გეოპოლიტიკის ან ომების საკითხებში არ არსებობს. გადაწყვეტილებებს პუტინი იღებს. ლუკაშენკო უბრალოდ იმას აკეთებს, რასაც უბრძანებენ. და ამ ყველაფერში ყველაზე სიგიჟეა ის, რომ ლუკაშენკო თავადაც იცის, რომ ახლა მიმდინარე ერთობლივი წვრთნები სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ბელარუსი ბირთვული არ არის გაშვებისთვის შესაფერის პლაცდარმად იქცეს. თუ და როცა პუტინი გადაწყვეტს, რომ ეს საჭირო. მაგრამ ის მაინც აძლევს ნებას, რომ წვრთნები ჩატარდეს. ბელარუსის კიდევ ერთი ნაწილი პუტინს გადაეცა და ლუკაშენკოს მხოლოდ ის დარჩენია, რომ თავი მოაჩვენოს, თითქოს ეს ყველაფერი მისი იდეა. ლუკაშენკო მარიონეტია, მაგრამ ის შემაშფოთებელი მარიონეტია. და ეს მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ მის ტერიტორიაზე ახლა ბირთვული წვრთნები ტარდება. შემაშფოთებელი რიტორიკა მოდის ბელარუსიდან, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანა ომისთვის ემზადება. კიევიდან სუალკის დერეფნამდე საფრთხე სწრაფად იზრდება. ახლა არსებობს სამი სახიფათო სცენარი, რომლებიც შეიძლება შეცვალოს უკრაინის ომი და ყველა მათგანის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიცლეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა არ გამოგრჩეთ ჩვენი უახლესი რეპორტაჟები უკრაინის ომზე და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.